საინტერესოა რომ რატო არ უნდა თვითონ გამსახურდიას, ხო? აი რატო ქონდა ოსებისადმი ესეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება, რაც პოლიტიკოსისთვის თლაც სახასიათო არ არის, აი კიდე იმას გავიხსენებ, რომ მე ვთქვი, ეხლა ეს ქართველები ადგებიან და გამოიქცევიან აქეთ და სადღაც უნდა დავასახლოთ, იმიტომ რომ იქ ვეღარ გაჩერდებიან და მოდიან მეთქი. გამოყარეთ ოსები, რამდენი ცხოვრობენ და იმათ სახლებში შევიდნენ რა, აქეთ საქართველოში. ის ოსების სახლებში შეუსვითო, ვინც აქეთ ცხოვრობენ. ძალიან გამოკვეთილი იყო ის, რაც რა ქვია ბაკურიანში, გუჯარეთის ხეობაში მოხდა, რომ მთელი სოფლები აყარეს რომ 2-3 დღეში და ეს აყარეს ვინ აკეთებს ამას? ადგილობრივი ქართველები. თბილისში მაგალითად იგივე ამბები ხდებოდა, ოღონდ არა ყველგან და მასიურად, ძარის ტრაგედია, რაც სადაც ოსები დახოცის ქალები, მოხუცები, ბავშვები და ეს როგორ ხდება? ეს იყო სატვირთო მანქანა, რომლებიც მიდიოდნენ ცხინვალიდან ვლადიკავკაზში. ჩავთვალოთ, რომ სარეისო ავტობუსი რო ყოფილიყო, იგივე დანიშნულების იყო ის სატვირთო და იქ ჩაუსაფრდნენ და იყო ჩასაფრება და ჩაცხრილეს ეს ადამიანი 36 ადამიანი დაიღუპა ყველა მშვიდობიანი. ხალებიც? კი, ბავშვებიც და ბავშვებიც, კი. აი შეერაღებული ადგილობრივი ადამიანები იყვნენ, რომელიც თქვა გზაზე გადაეყარნენ ვიღაცოს, დაიჭირეს, ცემეს, ან აწამეს, ან ჩააგდეს. ეს ხდება კრიმინალური მოტივით თუ ეროვნული მოტივით? ეროვნული საფარის ქვეშ კრიმინალია რა. გორის სოფლებში ხდებოდა უდანაშაულო ადამიანების დაყაჩაღება, ოქროს კვილის ამოძრობა, ვიღაცას მოკლავდნენ, ლიახში გადააგდებდნენ. ერეთში ოსების მანქანა გააჩერეს, ჩამოვიდნენ 12 კაცი იყო თუ არ ვცდები, გამოჭრეს, ცოცხლად დამარხეს, სხვადასხვა ვერსიებს ყვებიან, გაქრნენ მოკლედ ეს ადამიანი. 12 კაცი გაქრა. გაქრა. ამაზე ბოდიში საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას ან ვინმეს არ მოუხდია? არ მოუხდია. საქართველოს ქართველების ქვეყანაა უპირველეს ყოვლისა და სხვა ყველანი მოსულნი არიან, სტუმრები არიან. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ. საქართველოს არის ქართველების ქვეყანა. ეს აქსიომა უნდა იყოს წარმოდგენილი და არებდილი ამ პროგრამაში. და უნდა კონსტიტუცია უნდა გამოხატებდეს ქართველი ენის ინტერესს. და რა მიზნები გვაქვს ჩვენ? რომ თანდათანობით უნდა დაიწყოს ამ უკანონოდ შემოჭრილი არაქართული მოსახლეობის განსახლება საქართველოსთან. ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.